Კაი სალამი საფეხბურთო იზოლაციიდან მე ვარ შალვა და დღეს აგიხსნით სულ რამდენიმე დეტალს, რომლის შემდგომაც თითქმის ყველა პენალტს გაიტანა. როდესაც პენალტის დარტყმასთან დაკავშირებით საუბრობთ, სხვადასხვა ნაირი აზრი ჩნდება, მაგრამ როგორც ყველა სხვა დანარჩენს, სჭირდება თავდაუზოგავი შრომა და ბევრი მუშაობა, რომ ერთ კონკრეტულ დონემდე მივიყვანოთ ჩვენი ორგანიზმი. ისევ და ისევ კუნთის მეხსიერება, ხო? მე თუ ვარჯიშობ განუწყვეტლივ პენალტის შესრულებაზე, მივაღწევ იმ საწადელს, რომლის შემდგომაც პრაქტიკულად უშეცდომოდ დავარტყო. მით უმეტეს რომ წარმოიდგინოთ, ხშირად ვამბობ ხოლმე, გულშემატკივრის წინაშე რომ დადგეთ, ეს იქნება 40,000, 60,000, აზრი არ აქვს, მაყურებელი. შენი გონება იქნება წნეხის ქვეშ, ბევრს ინერვიულებ, მაგრამ ის რომ შენ მილიონჯერ გვაქვს ნამუშევარი პენალტზე, ზუსტად ის ავტომატიზმის დონე ჩაერთვება, რომელიც თვითონვე გადაწყვეტს. აი ახლა მე მინდა მარჯვნივ დარტყმა, კი ბატონო, დავარტყავ და როგორ დავარტყავ ამას მე მივხედავ, იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი გაქვს ამაზე ნამუშევარი და აი ახლა უკვე ეს დამახსოვრებულია და შესრულდება. ყველას აქვს პირადი სტილი. საუკეთესო დამრტყმელები რომ ავიღოთ პირლო, გინდა ზოგისთვის, არ ვიცი, ნეიმარი, მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ან პანენკა სტილი. ყველაფერი განსხვავდება ერთმანეთისგან, ყველა მოთამაშეს აქვს თავისებური გამორბენი, ყველა მოთამაშეს აქვს თავისებური დარტყმის სტილი, ეს იქნება ზედა ტერფით, შიდა ტერფით და ასე შემდეგ. ამიტომ ესეც ისევ და ისევ თქვენს თავზე უნდა მოიგოთ. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბროთ სამ კონკრეტულ დარტყმაზე. პირველი. მოდი დავიწყოთ ყველაზე რთულით. ყველაზე რთულით იმიტომ რომ პენალტის ამ სახით შესრულება მოითხოვს ძალიან დიდ ნერვებს, ცივ სისხლიანობას და განუწყვეტლივ მუშაობას ამ კონკრეტულ დარტყმასთან დაკავშირებით. გულისხმობ ტერფის ზედა ნაწილს. როდესაც მე ვარტყავ პენალტს და გადაწყვეტილი მაქვს რომ ეს პენალტი უნდა იყოს უფრო მეტად აქცენტირებული სიძლიერეზე, რა თქმა უნდა შემომყავს ტერფის ზედა ნაწილი. ერთი რაღაცაა გასათვალისწინებელი მუშაობისას. ჩემი კონკრეტული შეხება ბურთთან უნდა იყოს დაწვენილი, რომელიც აი ეს სწორხაზოვნად მიდის, თუნდაც ცხრიანისკენ მიმავალ კუთხეში, ხო, სწორხაზოვნად მიდის. ჩემი კონტაქტი ბურთთან ისე უნდა იყოს, აი არა უმეტეს შუა წერტილის, მაქსიმუმ აი სულ ოდნავ დაბლა შეიძლება. საყრდენი ფეხის ჩადგმის შემდგომ დარტყმა და ჩემი ფეხი უნდა წავიდეს ისეთ სიმაღლეზე, რომელიც ზუსტად იმ ჰორიზონტალურ ხაზს შემიქმნის, რომ დავარტყი და ბურთი წავიდა ძლიერად და პირდაპირ. მეორე, შიდა ტერფით დარტყმა. როდესაც ჩვენ შიდა ნაწილით დარტყმაზე მუშაობთ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ მოდი ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს შევეხოთ. ისევე როგორც ზედა ტერფით დარტყმისას მე აუცილებლად უნდა შევარჩიო სწორი პოზიცია გამოსაქანებლად. თუ მე ძალიან გავხსენი ტანი და ვგულისხმობ ამას მეტად დიაგონალურ, ან შეიძლება უფრო მეტად გვერდულ გამორბენში გადასვლას, მეკარესთვის მეტად უფრო მარტივია არათუ კუთხის გამოცნობა, არამედ გონებაში წარმოდგენა თუ რა ტრაექტორიით შეიძლება მე დავარტყა ბურთიგან. იმიტომ რომ წინასწარ ვიცით, არა, იმიტომ რომ აი აქედან გამორბენილს, ხო, აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ესეც რა თქმა უნდა ძალიან ზოგადია. შენ შეიძლება უბრალოდ იდგე და ერთი ნაბიჯით არ ტყამდე და ბევრი ფეხბურთელია ასეთი, ისე რომ ვერავინ ვერ აიღოს, მაგრამ მაინც. მეორე, შიდა ტერფით დარტყვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ტექნიკაა მეკარის მოძრაობაზე დაჭერა. მე მაქვს ბევრნაირი ვარიანტი, რომ შემიძლია პაუზა გავაკეთო დარტყმამდე, შემიძლია მეკარეს აი ამ პაუზას კარგად დავუკვირდე, მაგრამ ყველაზე მეტად არის აი ის მომენტი, როდესაც მე საყრდენი დავდგი და პერიფერიულად თან ვამჩნევ მეკარის მოძრაობას. თითქოს ეს ძალიან მარტივად ჟღერს. არა და რამდენად რთულია, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მართლა წამის მეათასედებში და ბევრი მუშაობა ისევ და ისევ და უმჯობესია თუ თქვენს გუნდის მეკარესთან ან მეგობარი ვინც მეკარეა, მეკარესთან ერთად ამას სერიოზულად მიუდგებით და იმუშავებთ პენალტზე, ძალიან ისე ბუნებრივად და ორგანულად გამოიმუშავებთ, რომ ვერც მიხვდებით ზოგადად. თუ რამდენად კარგად ასრულებთ 11 მეტრიანს. სავარჯიშოები. პირველი ჩემი რჩევა იქნება, როდესაც შიდა ტერფით დარტყმაზე ვივარჯიშებთ, აღარ არის საუბარი იმაზე თუ რომელ წერტილში უნდა მოვარტყათ ბურთი, აღარ არის საუბარი იმაზე თუ საყრდენი სად უნდა ჩავდგათ ხომ ხრის სიგრძეზე. გახსოვდეთ რომ როდესაც ჩვენ ვარჯიშობთ შიდა ტერფით დარტყმაზე, აირჩიეთ სულ ორი წერტილი. დაბალი მარჯვენა და დაბალი მარცხენა კუთხე, მეორე მაღალი მარჯვენა და მაღალი მარცხენა კუთხე. გულისხმობ რას?
კონკრეტულად შეგიძლიათ მნიშვნელები დადოთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ აი რაღაც მეკარე რომ დგას და აი ეს ცენტრალური ხო ხელები რო გაშალოს, აი ეს ცენტრალური ზოლი რაც არის, აი ამ ცენტრალური ზოლიდან გადაითვალეთ 1-2 ნაბიჯი მარჯვენა ან მარცხენა ძელამდე და ნელ-ნელა შეგიძლიათ ეს თქვენ შეამციროთ და ამის შემცირება იწვევს რას? რომ უკიდურეს ყოფხებში დარტყმას ვთილოთ. მოდი მესამე და ყველასთვის საყვარელ დარტყმა პანენკასაც შევეხოთ. თუ ჩვენ განვიხილავთ მის ტექნიკურ ნაწილს, საერთოდ განსხვავებულია სხვა დარტყმებისგან და აქ უკვე ჩვენ ბურთს ვეხებით ქვედა წერტილში და ვეხებით რა ნაწილით? არა თუ ზედა, ტერფის ზედა ნაწილით, არამედ აი ამ ზედა ნაწილამდე მიმავალი არეალი რაც გვაქვს. რომელსაც ქვევიდან ამოსმას ვეძახით ხოლმე, ხო? ბურთს ფეხი კარგად უნდა ჩავარტყათ, ჟარგონულად რომ ვთქვათ. თუ ჩვენ ძალიან ქვევიდან და თანამედროვულად ძლიერად დავარტყავთ, ეს ბურთი რა თქმა უნდა კარგ გადასდება. ანუ ისევ და ისევ ვიცით სად არის შუა წერტილი, აი შუა წერტილის ქვევით გვაქვს კიდევ ორი წარმოსახვითი წერტილი, რაც პანენკა დარტყმის შესრულებისას უნდა გავითვალისწინოთ. პირველი, თუ მე აი შუა წერტილის ქვევით პირველ შუალედურ წერტილში შევეხები, ეს იქნება დაბალანსებული და ამავდროულად ძლიერი სახის პანენკა. და მეორე, ქვედა საბოლოო უკანასკნელი წერტილი, სადაც თუ შევეხები ძალიან ძლიერად ბურთი შეიძლება კარის ჩარჩოს გადასდეს, მაგრამ თუ მე აი ამ წერტილზე ისეთ შეხებას როგორიც საჭიროა ვისწავლი და ამასთან დაკავშირებით ვიმუშავებ, შეიძლება რომ ეს ბურთი იყოს ზუსტად ის პანენკა სტილის დარტყმა, რომელიც ჩვენ ასე კადრებს გვილამაზებს ხოლმე და პრინციპში დიდ ემოციებს გვრის. თუ ლაივში გინახავთ თქვენ პანენკა დარტყმა, ალბათ დამეთანხმებით რომ 1-2 ლამაზი სახის შესრულება. აი, ახლა უშუალოდ განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დავარეგულიროთ. პირველი, თუ მე გამორბი ვარ და საყრდენს დგამ ბურთთან შედარებით ახლოს, უნდა იცოდე რომ ამ დროს კი, იმ ქვედა წერტილს ვეთამაშებ. მაგრამ თუ მე ტანი გავხსენი და წამოვედი, აი აქედან უკვე ოდნავ ზედა წერტილს, ის პირველი შუალედური წერტილი, რას თქვით, იმას შევეხები და საბოლოოდ მივიღებ აი ამას. ეს არის დაწვენილი სახის პანენკა. მაგრამ ის პირველი იქნება მეტად უფრო სიმჭიდროვეში და სიახლოვეში ბურთთან. ეს გახდა ჩვენი დღევანდელი ვიდეო და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიმედოვნებთ ხოლმე რომ რაღაცით დაგეხმარეთ. შესაბამისად, იმასაც ვიმეორებთ რომ ბევრი მუშაობა ყოველთვის ესაა საჭირო, რადგან თქვენ ორგანიზმში, კუნთებში, ნებისმიერი სხეულის ნებისმიერ ნაწილში აი იმ კონკრეტულ მოძრაობებს ამახსოვრებინებთ, ხო? მთლიან სხეულს, რომელიც შემდგომ უკვე წნეხის ქვეშ ყოფნისას გიადვილებთ ბევრად საქმეს და თქვენი ტვინი შეგიძლიათ უკვე მომართოთ პოზიტივისკენ, ეს თამაშის მსვლელობისას იქნება თუ მინდორს გარეთ. მოკლედ, ჩვენც რა თქმა უნდა გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას, წარმატებებს. მომავალ შეხვედრამდე.